ეს მივესალმები, მადლობა რომ გვერთვებით. მოგვიყევით რა ვითარება სოფელში, რომელშიც ახლა თქვენ ხართ. თქვენ რა სამუშაოებს ასრულებთ, ესეც მოგვიყევით. გამარჯობა დიანა, მოკლედ სოფელზიმიჩი საკმაოდ რთული ვითარებაა. იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ჩვენ ამოვედით, დღეს არ იყო გაკვალული საერთოდ გზა, ეხლა უკვე ტრაქტორი აქ მუშაობს, ვინაიდან აქ გარდაცვა ის არის მიცვალებულია და სასახლის გამოტანას კი გაუჭირდა მოსახლეობას. ჩვენ დაახლოებით 15-მდე ოჯახში ვიყავით, სადაც მივაწოდეთ საკვები პროდუქტები და ასევე მედიკამენტები. დილით გადავიყვანეთ 2 ბავშვი საავადმყოფოში. ხო, რაც შეეხება ეხლა აქ სიტუაციას, არის ნაწილი, სადაც გაუვალია, ვცდილობთ რომ სნოუშუზებით ვიმოძრაოთ. ანუ აქ ეს სოფელი გადაარჩინა იმან რომ უბრალოდ გაზის მიწოდება არ შეწყვეტილა ამ სოფელში და სითბოს შენარჩუნება მოახერხეს ოჯახებში. დენი აქაც არ არის როგორც თითქმის ყველა სხვა ადგილას. გზა მისასვლელი სოფლამდე სოფლამდე მისასვლელი გზა არსებობს, ანუ მაღალი გამავლობით მანქანით მოისვლება, მაგრამ შიგნით სოფელში უკვე სხვადასხვა მიმართულებით შესასვლელებში, ანუ სახლებთან მისვლა თითქმის შეუძლებელია ტექნიკით, ნებისმიერი ტექნიკით, მხოლოდ ფეხით. ისიც საკმაოდ გამოცდილება სჭირდებათ, რომ ამ სიმაღლე თოვლზე იმოძრაონ. ხო, დიახ, გისმენთ. რაც შეეხება, ანუ მინდოდა მეთქვა აქ სამხედროები შევამჩნიეთ რამდენიმე სხვადასხვა სოფელში. დღეს ვერტფრენმაც გადაგვიფრინეს სხვათა შორის, როგორც ჩანს, ვერტფრენით მუშაობას დაიწყეს, მაგრამ ამ სამხედროებს სამწუხაროდ არ აქვს შესაძლებლობა ხალხს დაეხმაროს მარტივი მიზეზების გამო. მე ძალიან გაუფრაზდი ამ ფაქტის დანახვისას, რომ ანუ ეგ გავიგერო, თურმე ეშინიათ იმის, რომ რუსეთი არ გაღიზიანდეს და რაღაც საჰაერო თავდაცვას არ უყიდულობთ, მაგრამ უბრალოდ მანქანებს რომ ზამთრის ბორბლები უყიდონ, რომ აქ გადაადგილება შეძლონ, ეგ ალბათ ყველაზე მარტივი ამბავია და არ ამგონია მაგით რუსეთი გაღიზიანდეს და ანუ ძალიან რთული სიტუაციაა, ჯარისკაცები უბრალოდ დგანან და თავიანთი ტრანსპორტით გადაადგილებას კი არ შეუძლიათ რამდენიმე ჩვენ ანუ თუ ტრანსპორტით ვერ გადაადგილდებიან იმის გამო რომ სპეციალურად არ არის მორგებული ამ ვითარებას, მაშინ თქვათ რა სამუშაოებს ასრულებენ ისინი ინდივიდუალურად? ინდივიდუალურად, ანუ ადამიანმა ფიზიკურად ასრულებენ სამუშაოებს, მიდიან ოჯახებში, დავინახეთ რამდენიმესთან რაღაც საკვები პროდუქტით შექონდათ, ფიზიკურადაც ეხმარებიან ხშირ შემთხვევაში. უბრალოდ ანუ ელემენტარული ზამთრის ბორბლები თუ არ გიყენია, რიკოც აქეთ არ გამოგიშვებენ, უღელტეხილს არ გადმოგატარებენ და აქ სამხედრო მანქანები ამოიყვანეს, რომელსაც ზაფხულის მელოტი ბორბლები უყენიათ და მათი ამოყვანაც კი ჩვენ ანუ მათ ამოყვანაშიც კი ჩვენ დავჭირდით დასახმარებლად და ეგ ეს ძალიან სასაცილოს აღარ არის რა. სხვათა შორის საინტერესოა, ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გაავრცელეს, რომ ვერტფრენი ჩაერთო სტიქის სამუშაოებში და კადრები, ფოტოები ვრცელდება შესაბამისად. ეს თქვათ მინისტრები როგორ ათვალიერებენ ვერტფრენიდან ეს რამდენად ითვლება ვერტფრენის ჩართვათ, ანუ მათი ეს თქვათ უშუალოდ საჰაერო ძალების ჩართულობა თუ იგრძნობა იქ ადგილზე, თუ მხოლოდ დასათვალიერებლად და მონიტორინგისთვის გამოიყენეს. მე ამაზე ვერაფერს ვერ გეტყვით, ანუ მე შევამჩნიე რომ ვერტფრენმა რამდენჯერმე გადაგვიფრინა, მაგრამ ეს რას აკეთებს, უკვე ამაზე მე ინფორმაცია არ მაქვს, იმიტომ რომ ჩვენ მოწყვეტილი ვართ და აქეთ ერთ სოფელს ვემსახურებით, ამიტომ სხვა სოფლებში რას აკეთებენ, ამაზე მე ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ დაგიდასტურებთ, რომ ვერტფრენი აშკარად დაფრინავს. კი ბატონო, თქვენ ახლა აი როგორ აკეთებთ ამას? რჩებით რაღაც გარკვეულ დრომდე, შემდეგ შებინდებისას ბრუნდებით, აი აღვიწერეთ თქვენი სამუშაო. ჩვენ დაახლოებით, ანუ დილით წამოვედით დაახლოებით 8 საათზე. ანუ 5-კაციანი ეკიპაჟი ვართ, აქ სოფლის შემოსასვლელამდე მოაღწიეთ მანქანით, შემდეგ უბრალოდ დავიტვირთეთ სურსათანოვაგით და მედიკამენტებით და ვეცადეთ, რომ ანუ ლოკაციები გქონდა სხვათა შორის, სოფელიდან ხმა მოგვაწვდინეს რამდენიმე გაჭირვებული ოჯახის შესახებ და ნუ 5 ადამიანი დატვირთული ზუგდიდშანთებით თითქმის ანუ ერთი უბნის აღება მოახერხეთ და ყველაზე ცხელი წერტილები სადაც იყო ყველაზე მეტად ვისაც უჭირდათ, მათ მივაწოდეთ საკვები და სასმელი წყალიც ასევე, იმიტომ რომ სასმელი წყალიც აქ პრობლემაა.
კი ბატონო, გააქვთ რაღაც координация, ანუ საიდან იღებთ ინფორმაციას, ეს ვის სჭირდება დახმარება შტაბთან, გაქვთ რაიმე ვთქვათ. კი, მოხალისეების შტაბი არსებობს როგორც ზურგეთში, ისე ლანჩხუთში, ასევე სხვადასხვა ადგილას სამი შტაბია, შტაბთან გვაქვს კომუნიკაცია, შტაბის მიერ მოცემული ინფორმაციით წამოვედით ჩვენც აქ და ნუ ეხლა ამავდროულად, ანუ ჩვენ როცა მოვდივართ ხოლმე ერთ კონკრეტულ სოფელში, მაშინ უბრალოდ მეზობელი გვეუბნება, რომ დაახლოებით 1 კილომეტრის ან 2 კილომეტრის ირგვლივ არის ადამიანი, რომელიც მარტო ცხოვრობს და შეიძლება შველა სჭირდებოდეს და ამ ინფორმაციის საფუძველზე მოძრაობთ ხოლმე შიგნით სოფლის ტერიტორიაზე. კი ბატონო, ცოტნე დიდი მადლობა. ცოტნე ღურწკაია, ის გახარია საქართველოს პარტიას წარმოადგენს და ამ შემთხვევაში არის მოხალისე ჩვენ